გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შედგა შეთანხმება ამერიკასა და ირანს შორის, რომელსაც უკვე ხელი უნდა მოეწეროს 19 ივნის შვეიცარიაში. თავარი რაც უნდა გვესმოდეს, ამერიკა არის ქვეყანა, რომელშიც კანონები კანონობს. ამიტომ ტრამპმა დაიწყო საომარი მოქმედებები ირანში, კოალიციამ, ამ კოალიციაში ამერიკა და ისრაელი და დიდი ბრიტანეთიც მონაწილეობდა, მაგრამ სამხედრო კუთხით ძირითადად ამერიკა და ისრაელი და კანონით, ამერიკის კანონით პრეზიდენტს მხოლოდ 60 დღე აქვს უფლება ასეთი ოპერაცია აწარმოოს. ამ 60 დღეში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მთლიანად მოსპო საზღვაო ფლოტი ირანის, მთლიანად მოსპო საჰაერო ფლოტი ირანის, სარაკეტო ფლოტის 90% გაანადგურა მთლიანად. დაიწყო იმ ქარხნების განადგურება, რომლებიც სამხედროებს ემსახურებოდნენ და პრაქტიკულად ყველა ქარხანა მოსპობილია. გადავიდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე, რომელიც სამხედროებს შეიძლება გამოიყენებინა და ირანმა იქერხი გამოიყენა. 50,000 ობიექტი იყო გამოცხადებული, 10,000 იქიდან გაანადგურა ამერიკამ. და ეხლა 100,000 კაცი რო დააყენეს ყველა ობიექტს. ცოცხალი ფარი გააკეთეს. დემოკრატიული ქვეყნებია ესენი, ვერ დაესხმებოდნენ თავს. ამასობაში ირანის ლიდერი ალი ხომენეი და მისი შვილიც მოკლეს, ასევე ის 88 კაციანი საბჭო, რომელიც ირანს მართავს, იქიდან თითქმის 20% რა ინფორმაცია ვრცელდება, ეხლა მე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვრცელდება, რომ ისინი განადგურებულები არიან და გრძელდება და აი ამ დროს ამოიწურა ეს 60 დღე. 60 დღეში პრაქტიკულად უზარმაზარი შედეგები იქნა მიღწეული. ამის მერე ყველას გონია, რომ ორმუზის სრუტე დაბლოკა ირანმა. ორმუზის სრუტეს ბლოკავს თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები. ის არ იძლევა საშუალებას, რომ იქ შედიოდეს გემები, ან გადიოდეს, რაც სინამდვილეში ეკონომიკურად ვისაწყობს, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს და რუსეთს, სხვა არავის არ აწყობს. ასე რომ აქაც დიდი პოლიტიკაა. ამის მერე ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს მიიღოს კონგრესისგან და სენატისგან თანხმობა, რომ გააგრძელოს სამხედრო ოპერაციები და ვერ ღებულობს ამ თანხმობას. ვერ ღებულობს. ამასობაში ისრაელი აგრძელებდა საომარ მოქმედებებს. ისრაელი კმაყოფილი იყო. არ არის კმაყოფილი, მაგრამ ვერ ღებულობს ის, აი რას ნიშნავს დემოკრატია. მაგრამ ისრაელი აგრძელებს იმ სამხედრო ოპერაციებს, ნელთბილად აგრძელებს, მათ შორის იმ ტერორისტული ორგანიზაციების, თუნდაც ჰეზბოლა აიღე, იმ ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ, ვისაც ირანი აფინანსებდა და გაანადგურა ისინი და ისინიც დათანხმდნენ ყველანაირ ზავზე უკვე, ასე რომ ირანიც და მისი დაფინანსებული ტერორისტული ორგანიზაციებიც ყველანაირ ზავზე რეალურად თანხმდებიან და პაკისტანია იქიდან შუამავალი, თუმცა თავად ირანი თავის ქვეყანაში ხალხს ატყუებს, რომ ომი მოვიგეო. ეს გავს სააკაშვილმა 2008 წელს რო გიმტკიცებდა, რომ ომი მოვიგეო, დაახლოებით ეგეთი ვითარება ხდება იქ, რომ ვითომ რაღაც ომი მოიგეს. ახლა მიდის ლაპარაკი შეთანხმებაზე. სინამდვილეში ამერიკას აწყობს, რომ ირანმა კიდე რამე ჩაიდინოს, რომ ამერიკას მიეცეს საშუალება ომის გაგრძელებისა. და 19-მდე ეს მოხდება, არ მოხდება, თუ დაიდება ხელშეკრულება, მე არ ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში ვერანაირ ატომური იარაღს ეხლა ვეღარ შექმნის ირანი, ძალიან დიდი ხანია და უდაოდ ამ კოალიციამ გაიმარჯვა ეს ბუნებრივია აქ და ვნახოთ რა იქნება რეალურად, მოხდება, არ მოხდება, აი ეს არის რეალობა.